გამარჯობათ, შემოძვირფასო, გამომწერებო და არხისტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რა გააცნობიერა თქვენმა ადამიანმა. ვიზუალურად წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. პირველ რიგში ნახოთ, რას ფიქრობდა აქამდე თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე და შემდეგ ვნახოთ, რა გააცნობიერა, ანუ რას ფიქრობს ახლა გაცნობიერების შემდეგ. რას ფიქრობდა, ასე ვთქვათ, აქამდე დღემდე ადამიანი თქვენზე, ვინც ჩაიფიქრეთ. ადამიანი ფიქრობდა, რომ თქვენ ხართ თვითკმაყოფილი ადამიანი, ცოტა ნარცისი შეიძლება ითქვას, გაქვთ მიღწევები, თქვენი ასე ვთქვათ, საკუთარი თავით აღფრთოვანება აქედანაც გამომდინარეობს, თუმცა მაინც ხართ ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი თავი, აფასებს საკუთარ თავს და ასე ვთქვათ, ბევრი კარგი რამ გემეტებათ თქვენი თავისთვის. შემდეგ არის ის, რომ თქვენ მასთან ძალიან სასიამოვნო დროს ატარებდით, ესე იგი თქვენ შეგიძლიათ ადამიანი გააბედნიეროთ და თქვენთან ერთად ყოფნა არის სიამოვნება. და ადამიანი მიიჩნევდა, რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება. თქვენ ეკუთვნით მას და თქვენ ყველაფერს უნდა აკეთებდეთ მისთვის. ამას ფიქრობდა ადამიანი თქვენზე და ვნახოთ ახლა რას ფიქრობს, რა გააცნობიერა და საერთოდ გააცნობიერა თუ არა რამე. აქ ასეთი რაღაც არის ძვირფასებო, სიგნიფიკატორი კარტები თავიდან არა ამოვეხე, რატომღაც რა ვიცი, დამავიწყდა. რო გაგეგოთ ეს გაშლა, გეხება თუ არა თქვენ. აქ ასეთი რამეა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ, მას თქვენი შეიძლება იგნორით, თქვენი სიშორით, რაღაც სიცივით თქვენგან მოდის ის, რომ ამ მომენტში ის თქვენ ვერ გეხებათ, ამ ყველაფერმა მას გული ატკინა და ამის შემდეგ მან გააცნობიერა, რომ თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენ ხართ მისი სიხარული, თქვენ ხართ მისი ენერგიის წყარო და კარგ ხასიათზე რომ იყოს, ამისი მიზეზი ხართ თქვენ. და თქვენ მისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ. ეს მან გააცნობიერა. ეს გააცნობიერა ძვირფასებო. კიდევ რა გააცნობიერა მან? ძალიან ენატრებით და ძალიან უყვარხართ. ეს გააცნობიერა. ყველაფერი აინტერესებს თქვენს შესახებ, უნდა რომ თქვენ მასთან ახლოს იყოთ. კიდევ გააცნობიერა, რომ მას აქვს შიშები, რასთან დაკავშირებით? არჩევანთან დაკავშირებით. და რას ეხება ეს არჩევანი? ეს არჩევანი ეხება წასვლას, რაღაც გზას ეხება ძვირფასებო. და რატომ ეშენია მას ამ გზის? იმიტომ რომ მისი აზრით ეს არის ჭაობი. მისი აზრით, ესე იგი, ის, ასე ვთქვათ, თუ არ აირჩევს გზას, და
დარჩება, ასე ვთქვათ, ჭაობში, შეიძლება ითქვას, დარჩება ისეთ მდგომარეობაში, სადაც წინ არ მიიწევს, ასე ვთქვათ. ამისი ეშენია. იქ მაინც გრძელდება, ასე ვთქვათ, ცხოვრება, თუმცა დროის ფუჭი კარგვა მისი აზრით. კარგით, ეს რაშვაში იყო, რატომაც ამოვიდა ესე, ვიღაცისთვის ალბათ არის საჭირო ინფორმაცია. კიდევ რა გაცნობიერა, მან კონკრეტულად თქვენთან მიმართება შეძერხება ნახეთ, ეს არის თასების ტოსი. მან გაცნობიერა, რომ მისი სიყვარული გაიზარდა თქვენს მიმართ. მას თქვენ ძალიან უყვარხართ და მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ბოროტი ენები, ნახეთ, როგორ რაღაცა არასასურველი არსება, ჩაცოცხული, თითქოს რაღაცას ეჩურჩულება, ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, მოშხამოს თავისი აზრებით. ეს გაცნობიერა, რომ არ უნდა დაუჯეროს ამას. მას სიამოვნებს თქვენზე ფიქრი, მას სიამოვნებს თქვენზე ოცნება და საერთოდ თქვენი არსებობა ამ ცხოვრებაში მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ეს გაცნობიერა მან. მოკაცრავად ვერფასებ ერთი წუთით. გადმოფრენდა კარტი. მან გაცნობიერა, რომ ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს სიყვარულის გარეშე და ასე ვთქვათ, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც გამოაღვიძეთ მასში ეს გრძნობა. ეს მან გააცნობიერა, თუმცა მისი აზრით უკვე გვიანია. და რატომ არის გვიანი მისი აზრით? ყველასთან ასე რას საკვირველი არ იქნება ძვირფასებო, თუმცა მისი აზრით რატომღაც ის ასე ფიქრობს, რომ თქვენ ყველაფერი გაქვთ და ის არ გჭირდებათ. თქვენ ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის, რატომღაც ის ასე ფიქრობს. თქვენ ცხოვრობთ სავსე ცხოვრებით, სადაც გყავთ საყვარელი ადამიანი, არის მოქმედებები, ასე ვთქვათ, თქვენ ცხოვრებაში ისეთი, როგორც თქვენ გსურთ და ასე ვთქვათ, ზედმეტი თავის ტკივილი არ გჭირდებათ ამ ადამიანის სახით. რატომღაც ასე ფიქრობს ძვირფასებო, შესაძლებელია ეს ასე არ არის, თუმცა ის რატომღაც ასე ფიქრობს. უფრო მე შიშებს დავარქმევდი მის ცხოვრებას და მის ფიქრს ზოგადად. კიდევ რა გაცნობიერა მან თქვენზე. თქვენ ხართ უკონკურენტო. თქვენ ხართ გამარჯვებული ნებისმიერ სიტუაციაში. თქვენ ხართ იდუმალი, თქვენ ხართ გონიერი, გაქვთ ინტუიცია. თქვენ ყოველთვის აღწევთ მიზანს. რაღაც ისეთ უნარებს გაწერთ, გაიდეალებთ ეს ადამიანი. კიდევ ერთხელ ადასტურებს არკანები იმას, რომ თქვენ ყველაფერი გაქვთ. მისი აზრით რა საკვირველია, ის ასე ფიქრობს. თქვენ არ გჭირდებათ შევსება და ასევე ძალიან დიდი სხვაობაა თქვენს შორის, უდიდესი სხვაობა. და მას სურს გასაღები თქვენი გულისკენ. ის რატომღაც ასე ფიქრობს, რომ უნდა გააღოს თქვენი სიყვარულის კარი, ასე ვთქვათ. გზა კიდევ ერთხელ, გზაზე ფიქრობს, თუმცა რაღაც ძალიან ნერვეულობს და თითქოს გული აქვს ნატკენი რაღაც საუბრის შემდეგ. ოყმანობს ძალიან გზისგან. ნელი ნაბიჯებით აპირებს თქვენთან ურთიერთობას. გისურვებთ წარმატებას.